გუშინ ჩვენ ვნახეთ თბილისის მერიის და კახიკალაძის სამარცხვინო განცხადება, რაც შეეხება ძალიან მარტივ ფორმულირებას. 160 ავტობუსი დედაქალაქისთვის, რომელიც ჩაძირულია საცობებში, საშინელ გამონაბოლქვში, რომელიც ყოველდღიურად ახრჩობს ჩვენს მოქალაქეებს და მოსახლეობას. ეს გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი დედაქალაქი, სწორედ 6 თვის წინ უკვე 160 ავტობუსი ყავდა თბილისს ჩამოყვანილი, რომლის შეწყიდვაც 2023 წელს მოხდა. 2023 წლიდან შეძენის შემდეგ 2025 წლის მარტში 160 ავტობუსი უკვე დედაქალაქში იმყოფებოდა. რა ვითარების შემდეგაც კახიკალაძემ შეინახა 160 ავტობუსი იმისთვის, რომ სწორედ წინასაარჩევნოდ 2 კვირით ადრე პიარისთვის გამოეყენებინა ეს ყველაფერი. კახიკალაძეს არ აინტერესებს და თბილისის მთავრობას, ანტიქართულ ოცნებას არ აინტერესებს თბილისის რეალური პრობლემები, არ აინტერესებს ის საცობები, რომელიც ხელს უშლის თბილისში გადაადგილებას, ხელს უშლის საცობების პრობლემის მოგვარებას, გამონაბოლქვის პრობლემის მოგვარებას და ასე შემდეგ. 6 თვე გაჩერებული ავტობუსები, რის გამოც გადაადგილება არ იყო შესაბამისად გამოსწორებული თბილისში, არის კახიკალაძის პერსონალურ პასუხისმგებლობა. ის ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ პიარზე და არაფერზე სხვაზე. კალაძეს და ანტიქართულ ოცნებას ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შორის 60 მილიონის ღირებულების მომსახურების სივრცის აშენებაზე, რაც დღემდე არ გაკეთებულა, რამდენიმეჯერ გადაიდო მშენებლობა ამ 160 ავტობუსის ავტოსადგომის, რომელიც დღემდე დაუსრულებელია. დღეს კალაძე და ანტიქართული ოცნება დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ კორუფციით და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პიარით, რომელიც არ შეესაბამება თბილისის მოსახლეობის ინტერესებს.